19 თებერვალია, 4 შაბათი, თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ, მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამო მშვიდობისა. ქართული ოცნება ახალი კანონების მისაღებად ემზადება. გამჭვირვალობის შესახებ კანონს ამერიკული ფარა ჩაანაცვლებს. მედიის შესახებ ახალი რეგულაციები ამოქმედდება და ეს ბრიტანული BBC-ს მოდელი იქნება. სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება მუხლი, სამშობლოს ღალატი. ესეც მორიგი პოპულისტური ნაბიჯია. აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან. ამ კანონების მიღება ხელისუფლებისთვის სუვერენიტეტის დაცვა, ოპოზიციისთვის კი მათ ზეწოლა. დღეს თავისუფალ სივრცეში გიორგი კაპანაძე, რომან კაკულია, თინათი მღვდლიაშვილი. ხვდებით საღამოს 9-ზე. ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კაპანაძეა ჩვენი სტუმარი საღამო მშვიდობისა. მადლობა გიორგი, რომ მოხვედით. დავიწყოთ, მოდი. დღეს ყოფილ პრეზიდენტთან იყო ოპოზიციის შეხვედრა. აი ამ შეხვედრიდან გამოსულები აცხადებდნენ, რომ ის კომისია, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ, არ აპირებენ იქ იმ შემთხვევაში თუ მოხდება რომელიმე მათგანის დაბარება, იქ მისვლა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ეს, რომ არ მივიდეს იქ თუნდაც ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, მაშინ როდესაც ცნობილია, რომ თუ ამ კომისიის ხდომაზე არ მოხდება რომელიმე მათგანის მისვლა, ეს ავტომატურად ადლევს სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ აღძრან საქმე. თქვენ რას ფიქრობთ? ხო, მადლობა პირველ რიგში, ესე იგი, მნიშვნელოვანი არის ზოგადად, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანები, ოპოზიციური სპექტრი, პოლიტიკური პარტიები და საერთო გადაწყვეტილებები მივიღოთ, იმიტომ რომ საზოგადოებისაგან და ხალხისაგან არის დაკვეთა ერთობაზე, ხო? ამიტომ კარგი იქნება, რომ ამ შემთხვევაშიც გქონდეს ერთობლივი და ჩამოყალიბებული პოზიცია. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმაზე, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ხელისუფლება მიტაცებულია, არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად, დემოკრატიულად, კონკურენტულად და არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი კომისიაც ასევე არის არალეგიტიმური და ყველა პარტია მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ გამოუცხადოთ სრული იგნორი ამ კომისიას, ეს გასაგები იქნება, ეს ცხადი იქნება და შესაძლოა ესეც იყოს საზოგადოების მოთხოვნა. და როცა იცით, რომ ეს სისხლის სამართლის საქმის საფუძველი აღძვრის, ანუ იმ თავითვე ცნობილია თუ რომელიმე მათგანი არ მივა და მოხდება შემდეგ ამა თუ იმ ადამიანის დაკავება, ის იქნება პოლიტპატიმარი, ანუ გიორგი? ნახეთ, ამ კომისიის მიზანი რა არის? მოდით ამაზე ვისაუბროთ, არა? ამ კომისიის მიზანი არის პირველი, რომ არალეგიტიმურმა ქართულმა ოცნებამ ოცნება ეცადოს, რომ დაავიწყოს ჩვენ საზოგადოებას მის მიერ ჩადენილი დანაშაული. მაგალითად ის თუ როგორ ასისხლიანებდა ასობით ახალგაზრდას თბილისის ქუჩებში, როგორ გაუშვა 50-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი ციხეში, როგორ დაუმსხვრია სახის ძვლები და დაასახიჩრა უამრავი ადამიანი აი ამ მასობრივი და სისტემური დანაშაულის და დარბევების დროს, როგორ ფიზიკურად გაუსწორდნენ მაგალითად თქვენს კოლეგა ჟურნალისტებს, ხო? აი ეს დანაშაული რომ გადაფაროს, შექმნის კომისია. მეორე მხრივ ამ კომისიის მიზანი არის პროპაგანდა, ანუ არიონ ერთმანეთში ტყუილი მართალი და როგორც პროპაგანდის საშუალება, ისე გამოიყენონ ეს ინსტიტუტი. სხვა რაღაცა კითხეთ. თქვენ როდესაც არ მიხვალთ, აი თქვათ დაიბარეს, თქვენ რაზე უნდა დაგიბაროთ, არ იყავით თანამდებობაზე, მაგრამ თქვათ და დაგიბარეს, თქვენ არ მიხვედით, ან სხვა არ მივიდა. ეს ხო აძლევს საფუძველს იმისა, რომ დაიწყოს სამართლებრივი დევნა და თუ მოხდება რომელიმე მათგანის დაკავება, ანუ ეს იქნება პოლიტპატიმარი, ამას გეკითხებით. არა, ნახეთ, სწორედ ამის პასუხის თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემას ვაპირებდი. ამავე დროს ეს კომისია ქართული არ არის. ეს კომისია არის პირდაპირ გეტყვით რუსეთის ქმედებების გამართლების კომისია და საბოლოო ჯამში კომისია შექმნილი არის იმიტომ, რომ ეცადოს ეს არალეგიტიმური ქართული ოცნება, რომ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალოს მაგალითად ომის დაწყება და ამით შეასრულოს სამხედროების ნაწილში არ ვიძიებთ თქვენ. რუსეთის დაკვეთა. შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხი არ დააკავონ, მაგრამ ეცადოს, რომ პოლიტიკურ დონეზე ამ კომისიამ, რომელიც არის რუსეთის ქმედებების, დანაშაულებრივი ქმედებების გამართლების კომისია, ფაქტობრივად არის რუსული კომისია, დააბრალოს საკუთარ ქვეყანას, მაგალითად 2008 წლის ის მოვლენები, უпростоრად რუსეთის შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ამბობენ, რომ ხელს უწყობდნენ რუსეთის აი აქ
შემოსვლასო და რუს გენერლებს ემსახურებოდნენ მაშინდელი გუბერნატორებიო მძღოლათო. ისინი რას ამბობენ, მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მათ არავინ აღარ უსმენს, მათ ხელსაც აღარავინ არ ართმევს, მათ არსად აღარ იწევენ. ისინი ან ქართული ოცნება არის პოლიტიკური კეთროვანი. ნახეთ რომ სოფლიოში უამრავი შეხვედრა არის, უამრავი კონფერენცია არის. ესენი გასაგები ამაზე ხო ვილაპარაკია გიორგი. ქართული ოცნება არ არის იქ წარმოდგენილი, იმიტომ რომ ხელსაც კი არავინ არ ართმევს. ამიტომ თუ პოლიტიკური პარტიები შევთანხმდებით იმაზე რომ ჩვენ ამ კომისიაში არ მივიდეთ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების ერთგულები ვიქნებით. სამართლებრივი როცა დგება მე აქ აი თქვენ პოლიტიკურს ამბობთ, მაგრამ ამაზე არის სამართლებრივი პასუხი. ერთ-ერთი პირი, რომელიც დაიბარეს მაგალითად, მან ღიად და საჯაროდ დაწერა, რომ არაპირებს მისვლას აი ამ კომისიაში, ხო? შეიძლება ადამიანებმა ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილებები, გასაგები იქნება და ასახსნელიც იქნება და ეს შეიძლება გასაგები იყოს ჩვენთვის და ეს მისი პოზიცია იყოს, მაგრამ თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ამგვარია რა და ჩვენ ან პოლიტსაბჭოს დონეზე, ან სამდივნოს დონეზე, ან ზოგადად პარტიის დონეზე მივიღებთ გადაწყვეტილებას და მე ყველა პარტია შევთანხმდებით და გვექნება ერთობლივი პოზიცია, ჩვენ ვიქნებით იმ პოზიციის ერთგული, რომელზეც ჩვენ შევთანხმდებით. იმის გამო თუ ადამიანი არ მივა კომისიაში და შემდეგ დადგება მისი სამართლებრივი საკითხი და მოხდება რომელიმე ყოფილი თანამდებობის პირის დაკავება. დღეს შეგვიძლია თქვა ის პოლიტიკური პატიმარი იქნება. ხო, ნახეთ 50-ზე მეტი ადამიანი უდანაშაულოდ ზის ციხეში. ეს გავიგე, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს მაგაზე ლაპარაკი, გიორგი, ხვალ თუ არ მივა ვინმე, ამბობენ რომ მოხდება სამართლებრივი რეაგირება და პოლიტიკური პატიმარი იქნება თუ არ იქნება, ვინც არ მივა. ნახეთ, კითხვა არის თქვენზე, პასუხი არის ჩემზე, ხო ასე, ამიტომ როგორ გავცენ პასუხს, ხო ეს არ მაძლევთ პასუხს. არა, პასუხს გაცემოს ვარ. ნახეთ, 50-ზე მეტი ადამიანი აი ამ ბოლო თვეების განმავლობაში ქართულ მოცნებამ ახალგაზრდა დიდი ნაწილი, ესე იგი ჩასვაც ციხეში. უამრავი ახალგაზრდა დაასახიჩრა. ხო და ამ კომისიას ახლა რა უნდა იცით? მარტო რომელიმე ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ან პირის გასამართლება კი არ უნდა. ფაქტობრივად ჩვენი ხალხის, ამ თემის გადაფარვა უნდაო, ამაზე წეღანაც მითხარით. ჩვენი ქვეყნის გასამართლება უნდა, დიახ. ამაზე გავიგეთ თქვენი პასუხი. ხო და ნახეთ, ეხლა ეს რაღაცა რომ შექმნეს არალეგიტიმური კომისია, სადაც ტყუილი და მართალი ერთმანეთში უნდა აურიონ, რომელიც პროპაგანდის საშუალებით უნდა გამოიყენონ, პროპაგანდა უნდა გაავრცელონ არა და ადამიანებს რა ვიცი ცილი დასწამონ და თავიანთი დანაშაული გადაფარონ. რა თქმა უნდა, თუ მივიღებთ მეთქი ჩვენ ყველანი ერთად ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ვიქნებით ჩვენ როგორც პარტია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ჩვენი გადაწყვეტილების და საერთო გადაწყვეტილების. თუ დააკავეს ადამიანი იმის გამო რომ არ მივიდა აი ამ კომისიის ხდომაზე, ეს თქვენთვის იქნება პოლიტპატიმარი, ანუ დღესვე შეგვიძლიათ ვისი დაკავებაც მოხდება, ეს ადამიანები შემდეგ იქნებიან პოლიტპატიმრები? ნახეთ, ხო, ჩვენ 12 წელი ვიბრძვით. 12 წლის განმავლობაში ამ ქართულ მოოცნებამ ათასობით ჩვენი მომხრე დააკავა, სამსახურიდან გაათავისუფლა, დააჯარიმა, უკანონოდ დაკითხვებზე ატარა, შური იძია, რას არ ეცადა რა? რას არ ეცადა? ამიტომ ჩვენ არც ბრძოლის გვეშენია, არც დაკავების გვეშენია, არც წინააღმდეგობის გაწევის გვეშენია, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის მხარეს არის სიმართლე და სამართლიანობა. გასაგებია. როდესაც ინსტიტუტი არის არალეგიტიმური, რა თქმა უნდა, მის მიერ შექმნილი კომისიაც ასევე არის მის მიერ არის დაკომპლექტებული შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის მიერ, ხო? არის ახეთ თუ დაგჭირდათ ამ პოლიციას ან სასწრაფოს? შესაბამისად ჩვენ პოლიტიკური პარტიები ვამბობთ იმას, რომ დიახ, ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ხო, მაგრამ თქვენ ხო ამბობთ აი ამ კომისიაზე, რომ ამ პარლამენტმა დააკომპლექტა არალეგიტიმურმა პარლამენტმა. არალეგიტიმურმა პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრიც, შინაგან საქმეთა მინისტრიც და როგორ არის? არ იძახებ საჭიროების შემთხვევაში? მაგალითად, გუშინ როდესაც ეცადნენ პოლიციის გამოძახებას და სხვა შორის თქვენი კოლეგა რომ დააკავეს გაურკვეველმა ადამიანებმა, რომლებიც მერე თურმე განაცხადეს, რომ პოლიციელები იყვნენ და არც რაღაცა მაიდენტიფიცირებელი საშუალება არ ჰქონდათ და როცა ჟურნალისტები თქვენი კოლეგები სხვა შორის რომ ეკავდნენ მაგალითად 112-ში არა 112-დან რეაგირება არ იყო, რო იცოდეთ თქვენ. ამიტომ სამწუხაროა ის, რომ ჩვენი სამართალდამცავი უწყება, რომელთაც ერთ დროს ჩვენ ყველანი ერთად ვამაყობდით არა და რომელიც ეხმარებოდა ხალხს აი პატრულის დონეზე ასე შემდეგ, ხო? გუშინ მაშინაც იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, როცა ამაყობდით რობაქიძე მოკლეს ნახშირას, ან როგირგულიანი აიყო ანესი. რა თქმა უნდა იყო და ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევა იყო, დიახ და ტრაგიკული თუ კრიმინალური? ორივე ერთად, კი ბატონო.
და ნახეთ და როდესაც გულში დავინახეთ ჩვენ რომ აი პატრულის თანამშრომელი როგორ ცდილობდა რომ რეაგირება არ მოეხდინა იმ ფაქტზე რაც გულში მოხდა და ალბათ თქვენც იცით ამის შესახებ როცა პირველის ოპერატორი დააკავეს კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა და საპატრულო არ მოდის არავინ არ იცოდა იმ მომენტში ის კრიმინალური პოლიცია იყო ზონდერ ჯგუფი იყო ტიტუშკა იყო თუ ასე შემდეგ იმიტომ რომ მათ არ წარმოუდგენიათ საბუთები არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებადი საშუალება გაურკვეველი პირები ნიღბებით მივიდნენ პირველი ჟურნალისტ თავს დაესხნენ ჩატენეს მანქანაში და გაიტაცეს ანუ მე სხვა რაღაცა კითხეთ გიორგი ნაწილობრივ აღიარებ ნაწილობრივ არა მაგ სამსახურებს თუ როგორ ერთი წამით ახლა აქ პოლიტიკურ დონეზე ყველა მიცით რომ არჩევნები არის გაყალბებული ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური თქვენ შეიძლება თქვენთვის ეს ცოტა უცნაური იყოს ან ვერ გაიგოთ ახლა მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ესმის და სწორედ ამიტომ 80-ზე მეტი დღეა ქუჩაში დგას ხალხი შეიძლება ვიღაცას ამაზე ან ეღიმებოდეს ან ეცინებოდეს ან ხალხს დასცინოდეს მაგრამ ჩვენი ხალხი იფრთვის ბოლომდე დგას ქუჩაში და არაპირებს უკან დახევას იმიტომ რომ ევროპარლამენტზე და კითხოთ მოთხოვნები ბოდიში ამ ზუსტად ამ გაყალბებული არჩევნების გამო მოთხოვნები რომელიც ჩვენს ხალხს და საზოგადოებას აქვს არის სამართლიანი მოთხოვნები იყო ევროპარლამენტიდანაც გიორგი არავის არ უსურებ რაღაცა ცინიკურად საუბარს აი ამ ხალხის და ევროპარლამენტიდანაც იყო აი ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე რამდენი რეზოლუცია მიიღო ზუსტად ვეღარ გეტყვით მაგრამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი რეზოლუცია იყო ხო მიღებული ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილის აი ამ რეზოლუციას მოყვა მიხეილ სააკაშვილის განცხადება რომ ბევრსო არ უნდაო სააკაშვილზე ახლა საუბარიო ვის გულისხმობდა თქვენ როგორც მისი პარტიის წარმომადგენელი ვინ არ საუბრობს სააკაშვილზე და ვის უნდა რომ დაივიწყოს სააკაშვილი არა ნახეთ ახლა პრეზიდენტი სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი არის პოლიტიკური პატიმარი იცით თქვენ და საზოგადოებამაც ეს იცის და ეს არის პუტინ ივანიშვილის პირადი ტყვე. ამიტომ თუ ჩვენ ვითხოვთ ზოგადად პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რა თქმა უნდა ჩვენ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა გავყოთ იმის მიხედვით, ვინ მოგწონს და ვინ არა. ყველა პოლიტიკური პატიმარი რა თქმა უნდა იყოს თავისუფალი. ანუ პირი რომელიც უკანონოძის ციხეში, რომელიც პოლიტიკური კონტექსტის გამო ზის ციხეში, რომელიც სინდისის პატიმარია და რომელიც არის აი ამ ხელისუფლების უკანონო პატიმარი, რა თქმა უნდა იყოს სამართლიანი. ამიტომ ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში ბუნებრივია რომ ეს საკითხი იყო კვლავ აქტუალური. მადლობა გადაუხადა სააკაშვილმა იმ წერილში და საყრედური გამოთქვა რომ დავიწყებული არის მისი თემა და ვინ დაივიწყა ის სააკაშვილი? ხო, ანუ ვინც დაივიწყა ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის უსვავს ხაზს იმას, რომ დიახ თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, მაგალითად თავისუფლება მზეას, თავისუფლება ზვიათს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს და ასევე რა თქმა უნდა თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს ერთ დონეზე უნდა იყოს ეს დაკავებულები და მიხეილ სააკაშვილი და ერთად უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება? მე ვფიქრობ რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი. ანუ ერთად უნდა გათავისუფლდეს? მაგას გეუბნებით. ხო და ვახო, როცა კითხვას დამისვოთ, გთხოვთ მომეცით საშუალება რომ მე ნახეთ, მე ვფიქრობ რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი. პოლიტიკური პატიმარი არის ასევე, ჩემი აზრით, ნომერ პირველი პოლიტიკური პატიმარი, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილი და ასევე უნდა იყოს ის თავისუფალი. დიახ. და თქვენი აზრით რა გამოიწვია სააკაშვილის აი ეს წყენა, სადაც ის საუბრობს რომ არ უნდა საუბარი? საიდან გაუჩნდა ეს განცდა სააკაშვილს? ნახეთ ოპოზიცია და საზოგადოება თან ხვდება იმაზე, აი ამ მომენტისათვის, რომ პირველი უნდა იყოს ხელახალი არჩევნები, რომელიც უნდა ჩაატაროს დროებითმა ადმინისტრაციამ და მეორე პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ თავისუფალნი. და ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პატიმარი არის ასევე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ თავისუფალი. და აი ამაზე ყველასთან გაქვთ შეთანხმება, თუნდაც თქვენს პარტნიორ პარტიებთან, ქუჩაში რომ ადამიანები დგანან, რომ სააკაშვილის გათავისუფლება და ის თუ რომელიმე პოლიტიკოს ან ჩვენს კოლეგას აქვს ამის კომპლექსი, ეს მისი პრობლემაა, მისი გადასაწყვეტია. არ ვიცი, მაგრამ თუ აქვს ეს მისი პრობლემაა, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ სამართლიანობისათვის უნდა ითქვას ის, რომ
პრეზიდენტი სააკაშვილი რა თქმა უნდა არის პოლიტიკური პატიმარი. რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური კონტექსტის გამო ზის ციხეში, ისიც რომ მან 50 დღეზე მეტი შიმშილა რა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სახარბიელო პირდაპირ გეტყვით და ამიტომ რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს თავისუფალი. ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ამას ყოველთვის ხაზს უსვამთ. რატო თანამშრომლობთ სალომე ზურაბიშვილთან, რომელმაც არ შეიწყალა? იმიტომ რომ ნახეთ, იმიტომ რომ უსამართლობას რომ მესამე პრეზიდენტი, რომელიც არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ფუძემდებელი, ის დღეს ციხეში არის. სამწუხარო იყო სხვა შორის ეს ამბავი, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და ამ კუთხით მან, ასე ვთქვათ, ყველაზე პრინციპული საკითხი ეს იყო მან, ასე ვთქვათ, არ გაითვალისწინა ევროპარლამენტის რეკომენდაცია და ასევე საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის თხოვნა და მოთხოვნა. თუ იმ შემთხვევაში ევროპარლამენტის მოთხოვნა თუ რეზოლუცია არ გაითვალისწინა, სალომე ზურაბიშვილმა ეს სავალდებულოდ არ ჩათვალა. ახლა რატომ თხოვს სალომე ზურაბიშვილმა, რომ დანარჩენი რეზოლუციები გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ? თუ ის თვითონ არ ითვალისწინებდა მის კითხვა იყო რომ არ გაათავისუფლა ზურაბიშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი, რატომ თანამშრომლობთ? ესეთი კითხვა. მოვაკლე ეს კითხვაც. თვითონ არასრულებს ევროპარლამენტის რეზოლუციებს და ის თხოვს რომ სხვამ შეასრულოს. ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისათვის, პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიისათვის თავარი არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან უწუხართ პირდაპირ გეტყვით და ღიად ვამბობთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ამგვარ გადაწყვეტილებაზე, რომ მან არ გაითვალისწინა ევროკავშირის მიერ მიღებული რეზოლუციის ის რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ასევე არც თუ მცირე რაოდენობის ადამიანის თხოვნა, სურვილი და მოთხოვნა რა, ჩვენ მაინც თანამშრომლობთ, იმიტომ რომ ასე სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და ასე სჭირდება ჩვენს ხალხს და საზოგადოებას, რადგან დაკვეთა არის ერთობაზე, რომ ჩვენ ყველამ ერთად ერთობლივი ძალებით უნდა მივახციოთ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. ანუ გამოდის რომ თვითონ არ ღვევდა ხო ევროპარლამენტის სულისკვეთება სააკაშვილთან დაკავშირებით თავის დროზე ზურაბიშვილი და ახლა თხოვს რომ მოქმედმა ხელისუფლებამ, რომელსაც თქვენ არ აღიარებთ, შეასრულოს ეს რეზოლუცია. კითხვა ვერ გავიგე რას არ ღვევდა და რას არა, მაგრამ მე გეუბნებით რომ მაშინ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, არ არის პრობლემა. თავის დროზე, როდესაც მიიღო ევროპარლამენტმა რეზოლუცია, სადაც სალომე ზურაბიშვილს თხოვდნენ რომ გაათავისუფლეს სააკაშვილი, შეიწყალეო, ამას უარით უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა. ძალიან ცუდი თუ უარით უპასუხა. ამას სალომე ზურაბიშვილის თხოვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დანარჩენი სხვა რეზოლუციები შეასრულოს ხელისუფლებამ. ხომ ასე თუ არა? ანუ კითხვა ყოფილა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და არა ჩემთან. მე მკითხე რა გაინტერესებს და ესე მოხდა მე. ხო, ანუ თქვენ სასაფიქროთ. ნახეთ, მე გითხარით რას ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვწუხართ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა, როგორც საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილის თხოვნა და მოთხოვნა, ისე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში რეკომენდაციის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, ამის შესახებ ჩვენ ვწუხართ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი ხალხის და ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მასთან თანამშრომლობას, რადგან ასეთი არის ჩვენი ხალხის დაკვეთა, ერთობა და ერთიანობა. ეს არის ის, რაც სჭირდება თუმცა ჩვენი კითხვის პასუხიდან გამომდინარე, მე გამიჩნდა ასეთი განცდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავის დროზე არ შეასრულა ევროპარლამენტის რეზოლუცია სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ახლა სწორედ იმ ორგანოს რეზოლუციის შესრულებას თხოვს მოქმედ ხელისუფლებას. ერთმანეთში უღრევთ ორ რაღაცას, ნახეთ. ერთ შემთხვევაში თვითონ ხარ გაითვალისწინა და სააკაშვილი არ შეიწყალა. ვახო, ნახეთ, ერთმანეთში უღრევთ ორ რაღაცას. პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეეძლო გამოიყენებინა თავისი დისკრეციული უფლებამოსილება, რასაც ქვია შეწყალების ინსტიტუტი. ეს არის დისკრეციული უფლებამოსილება, მაგრამ როდესაც შენ რომ მოგწონს აი იმ ხელისუფლებას ასობით ადამიანი ყავს დასახიჩრებული, როდესაც ხელისუფლებას მაშინ მე მოგიყვებით რა. არა, ესე გიორგი ჟურნალისტი ხარ და გამოდიხარ, თქვენ რომ მოგწონთ, თქვენ გონია დამაკომპლექსებთ მაგით თუ რა სიზავთ ეხლა. არ არის ეს ნორმალური და ამაზე გაგცემ პასუხს გიორგი. ჯერ მე გაგცემ პასუხს. ნახეთ, ასობით ადამიანი რომ დაასახიჩრა ხელისუფლებამ და არც ერთი პოლიციელი, არც ერთი ზუნდერი, არც ერთი ტიტუშკა რომ არ არის დასჯილი. აი თქვენს კოლეგებს თავს რომ დაესხნენ და დაასისხლიანეს და არც ერთი ზუნდერი რო არ არის დასჯილია რა. აი იმ ხელისუფლებას მოუწოდებს ზუსტად ევროკავშირი იმ რეზოლუციით რომ
დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას, ხო და მაგას გაათავისუფლონ გეკითხებით პოლიტიკური მეც მაგას პატიმრები და გეკითხებით. დანიშნოს ხელახალი არჩევნები, გიორგი, რომელიც მოიპარა და წაიღო. რატო ღიზიანებით ამაზეა სალომე საუბარი, ზურაბიშვილზე რო გეკითხებით, თან აკრიტიკებთ და თან რო გეუბნებით, რომ ერთ შემთხვევაში არ გაითვალისწინა ევროპარლამენტის მოთხოვნა და არ გაათავისუფლა სააკაშვილი, კი მას ჰქონდა უფლება ისედაც შეეწყალებინა, რომ არ შეიწყალა ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო და სთხოვდა, რომ შეიწყალეთ სააკაშვილიო, უარი უთხრა, არ შეიწყალა და ახლა თვითონ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სხვა ნაწილში შეასრულა ევროპარლამენტის რეზოლუციაო და ამაზე რატომ იღებთ ანუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი რა სთხოვს ამ არალეგიტიმურ სისხლიან ქართულ ოცნებას მე არ ვიცი ეს საერთოდ არ არის ჩემი განხილვის საგანი. ხო და თქვენზე რატო იღებთ? მე მაყურებელს განუმარტე ეს გიორგი, თქვენ რატო იღებთ? მაგრამ მე ნახეთ გეტყვით, მე გეტყვით ერთ რამეს, კაცო, რომ ამდენი ხალხი რომ ქუჩაში დგას, ამდენი ადამიანი რომ დაასისხლიანეს, დაასახიჩრეს, სახიზულები დაულეწეს და ამდენი ახალგაზრდა რომ ციხეში გაუშვეს და ერთი ზონდერი არ არის დაკავებული, ერთი ტიტუშკა არ არის გამოვლენილი. მათ შორის აი თქვენს კოლეგა ჟურნალისტებს, არ ვიცი, ძალიან ცუდად რომ მოექცნენ, რომ მიძალადეს მათზე არა და აი ამ ნაწილშიც კი არც ერთი დამნაშავე რომ არ არის დასჯილი. ერთი რაღაცა პროტესტის მაგვარი ხო შეიძლება გიორგი, შეხედეთ აი ეხლა. არ შეიძლება. გიორგი, შეხედეთ აი ამ ეთერიდან კიდევ ერთხელ მოვითხოვნ რომ ჩემს კოლეგებზე, რომლებზეც მოხდა თავდასხმა, მოხდეს ამ ადამიანების დაკავება საცხოვრებლად. რატომ არ არის? თქვენ ამით ვერ დამაკომპლექსებთ. ყველა ეთერში ვიტყვი ამას. აი, როდესაც თქვენი ხავით წინა ხელისუფლებაში, ეხლა მე მოგიყვებით თვაში. ეხლა მე რომ მევნა გიორგი ლუბაილიაშვილი რო ათრია, გიორგი უნიანმა თუ გახსოვთ, კიგვიძის პარკში, თქვენ ქონდათ მაშინ პროტესტი? ფოტო რეპორტიორები რო დაიჭირეს, თქვენ ქონდათ მაშინ პროტესტი? საათ არ მახსოვს გიორგი? ხონდათ ხმამაღალი პროტესტი მქონდა მათ შორის ხოთაშორის იმეჩი რო შევარდეთ ქონდათ იბერიაში რო შემოვარდეთ მე არ მინახი ხარ თქვენ 2004 მე და რუსუდან მომლაძეს ხოთაშორის 2004 წელს იბერიაში დიახ არა მე იქ ძალიან აქტიური ვიყავი და არ მახსოვს და პირდაპირ გეტყვით ნახეთ მე და ჟურნალისტი მე ვერ გამაკვირვებთ მაგით მე და ჟურნალისტი რუსკა მომლაძე ხოთაშორის მოვედით მაშინ ტელეკომპანია იბერიაში და გამოუცხადეთ მხარდაჭერა და სოლიდარობა. მე არ მახსოვს, შენ არ გახსოვს, შენი პრობლემა არ ვარ. ჩემი პრობლემა არ და სხვა შემთხვევაშიც არ მინდათ ეს პიროვნულად გადმოსვლა, რომ აი არ ვაცხადებ რაღაცას. დიახ. კითხვა საკისე მე. რატომ არ არის, რატომ არ არის შენი აზრით დაკავებული ერთი კონკრეტული ზონდერი? იმას ვერ მეუბნები სალომე ზურაბიშვილზე პირდაპირ გეკითხები და ახლა მე არ წარმოვადგენ საგამოძიებო ორგანოებს. რატომ აზრი არ გაგაჩნია? პოზიცია არ გაგაჩნია? ხო და რატო შენი აზრით რატომ არ არის? რატომ ვერ დააკავა? ვერ აღარ მე პროკურორი არა. მაკაჩიხლაძეს რომ თავს დაესწრა. მე პროკურორი არა. ძალიან ცუდია თუ ვინმე არა. და ვერც ერთი ვერ აღმოაჩინა. ძალიან ცუდი არის. ძალიან ცუდი არის. ძალიან ცუდია თუ არავინ არ არის დაკავებული, ძალიან ცუდია. რა კარგი ვახო. კიდევ არ არის ეგ არ არის სამართლიანობა. რა არის სამართლიანობა? როცა ქვეყანაში ასეთი რამ ხდება, როცა რა ჩემი ხელისუფლება მე სად ვიყავი ხელისუფლება? ნაციონალურ მოძრაობაში ხარ და გეკითხებით სალომე ზურაბიშვილის თან დაკავშირებით და ამაზე თან სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებთ და შემდეგ კითხვას რო გისვამთ, იცავთ და ვერ მივხვდი ახლა. კი არ ვიცავ, ვამბობ რომ ჩვენთვის რატო არის ნაწილი სააკაშვილი მეთქი ამას გეკითხებით ადამიანებს? ჩვენთვის გამომდინარე იქიდან რომ არის გეკითხები, გეუბნებით რომ ერთობა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათი კონკრეტული პოზიცია არ მოგწონდეს თანამშრომლობთ მათთან, იმიტომ რომ ასე ჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ასე სჭირდება. ერთიანობა სჭირდება. ორმაგი სტანდარტი. ერთიანობა სჭირდება. ორმაგი სტანდარტი. რა ორმაგი სტანდარტი? ორმაგი სტანდარტი არა სალომე ზურაბიშვილთან თვითონ არ შეასრულა ევროპარლამენტის რეზოლუცია და სხვა სალომე ზურაბიშვილი ეთერში დაუცი ყველაზე ლაპარაკობთ ან სალომე ზურაბიშვილზე რა გაგიხდეთ საქმე კომენტარი ვერ გაკეთებინა. რა გინდა რა უთქვა სალომე ზურაბიშვილი? არ ვიცი თქვენ რა პოზიცია გაქვთ? გარბი ხართ სხვაგან სხვა რაღაცას გეკითხებით და სხვაგან გარბი. ძალიან ცუდია რომ სალომე ზურაბიშვილმა არ გაათავისუფლა პრეზიდენტის სააკაშვილი. გასაგებია, მადლობა. ამაზე დაუშვა შეცდომა. კიდევ რა გაინტერესებს? მადლობა, არაფერი აღარ მაინტერესებს. მე მაქვს ახლა ერთი პატარა გიორგი კაპანაძეს და უსმენდით თქვენ ახლა სხვასთან გადავიდეთ, თქვენთან რომ მოვალ სტუდიაში, მე დამისვით კითხვები. კარგი რა ვახო. და რომ კაკულიასთან გადავიდე საგამომშვიდობისა ბატონ რომან, მადლობა რომ მოხვდით და იყებთ გადაცემაში. ბატონ რომან, შემეცარი მართა თქვენი საუბარი. არა, საინტერესოდ ვფიქრობ, მაყურებელი გამოიტანს თავის დასკვნებს. გიორგისთან პიროვნულად არაფერი არ მაქვს, ხშირად არის ჩემის გადაცემის სტუმარი და ხდება ხოლმე წავე შეკითხვებიც და პასუხებიც. ბატონო რომან, შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებები. ახლა ვისმენთ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ ეს კომისია იმიტომ შეიქმნა, რომ აი გადაფაროს მიმდინარე მოვლენები. თქვენ როგორ უყურებთ საერთოდ აი ამ კომისიის შექმნას? მართლა გითხრათ, ეს თემა ხა
ასეთი დიდი ანალიზის სპექტრი არ მომიქცევია, ცოტა სხვა თემებით ვარ დაკავებული. არა, სხვა თემებზეც უნდა გადავიდეთ. აქ ახლა ცოტა სხვა ბევრი კომპლექსური თემაა ეს და ერთი კი არის, რომ ახლა გააჩნია რა საკითხებზე კონცენტრირდებიან. და ეს თემა, კოდორის თემა მე ყოველთვის განსაკუთრებით კი მაინტერესებდა, თუ ეს ერთ-ერთი თემა იქნება. ამას ნამდვილად მივესალმები, იმიტომ რომ გაცილებით მოგვიანებით შემდეგ უფრო ბევრი ესეთი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომელიც იმ მომენტში ახლა არავისთვის არ იყო ცნობილი და თუნდაც იმ ომთან დაკავშირებული თემები ჩემთვის მოგვიანებით მე ბევრი ესეთი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომელიც მაშინ როცა ეს ამბავი ხდებოდა ბევრმა ადამიანმა ნამდვილად არ იცოდა და მე ვფიქრობდი, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ვცდილობდით ერთგან და მეორე მხარეში რა მოხდა და რატო დავტოვეთ იმ ხელა ადგილი ეს დღემდე ბევრი შეკითხვის ამბადებელია და გამოუწევი. ეს საკითხი ნამდვილად ასეთია და ეხლა სხვა საკითხები რაზე კონცენტრირდებიან მართლა გითხრათ ანუ თქვენ ფიქრობთ რომ მაინც შესაძლებელია წინა ხელისუფლების მოქმედებები რაც იყო? მე ასე ვიტყოდი რომ არის ისეთი სფეროები რომლის შეუფასებლობას ნამდვილად არ შეიძლება. ეხლა ბევრი ადამიანი საუბრობს ამის დაგვიანებულობაზე და ალბათ ამ საკითხს ეხლა ეს საკითხი ასე დარჩება რომ ეხლა რატო დღეს და რატო მაგრამ ნუ ამის ამაზე გარკვეული პასუხებიც არსებობს. ეხლა დღეს აბსოლუტურად ბევრი რამე შეიცვალა. ფაქტურად მთელი პარადიგმა იცვლება და ხელისუფლება ბევრი ისეთი ზეწოლებისაგან თავისუფლდება, რომ შეიძლება ასეც გავიგოთ. აი, რა ზეწოლისგან შეიძლება გათავისუფლდეს ხელისუფლება ტრამპის მოსვლის შემდეგ? ხედავთ, რომ ბევრი რამე იცვლება. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩვენ ვისმენთ, თუნდაც ევროპიდან ხება ძირითადად ხოლმე, ახლა უკვე ვისმენთ კრიტიკას, ასევე საქართველოსდანაც დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის კრიტიკა. ყოველ შემთხვევაში საქართველოს ნაწილში რა შეიძლება შეიცვალოს? აქ ორი თემაა. ბატონო ვახო, ახლა თვითონ საქართველოსთვის რა შეიცვალა ეს ცალკე თემაა, თუმცა მანამდე ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ეს თანხმედრა რაშია და თანხმედრა სწორედ იმაშია, რომ ამ ქვეყანაში ახლა იყო ეს ქვეყანა ლაბორატორია სოციალური ინჟინერიის. ვისაც ზოგი ადრე ხედავდით ამას, ზოგი ბოლოს შემოგვიერთდა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა სოციალური ინჟინერიის ლაბორატორია იყო სამწუხაროდ და ეხლა აქ ამას ერთი შეხედვით ვისაც დაანახვა არ უნდა და ვერ დაანახებ ამას, იმიტომ რომ ეხლა ეს ცნობილი სიტყვა გავლენის აგენტი, ეს როგორი თემაა, იცი ჩვენ ყველანი შეიძლება გავლენის აგენტები აღმოჩნდეთ, თუ ფრთხილად არ ვიქნებით, სხვადასხვა ეგ მინდა ყველა მიცოდეს ეს რომელსაც სხვის მიმართულებით ამბობენ რომ შენ გავლენის აგენტი ხარ, დაზღვეული არ ჩვენ ვართ რომ აღმოჩნდეთ გავლენის აგენტები, მაგისაგან დაზღვევა არსებობს ასეთი. შენ ყოველთვის უნდა დაფიქრდე შენი პოზიციების ჩამოყალიბებაში რა ინფორმაცია მიიღო, საიდან შემოვიდა ის იდეა, რომელსაც შენი პოზიცია ჩამოყალიბდა და მე წყაროსაც უნდა მიაკითხო და დარწმუნდე ეს წყარო რამდენად ნამდვილია. აი ხშირად მაგალითად ხარ რაღაცა პოზიციაზე მაგალითი რომ მოვიყვანო. პოზიცია გაქვს რაღაცა, მაგრამ არ დაფერხებულ ხარ საიდან მოვიდა და თუ კარგად ჩაეძები, მიხვდები რომ ეს პოზიცია შენ იმიტომ გაქვს რომ იმან და კიდე იმან ასე თქვა. და მან ჩამოყალიბა შენი პოზიცია, მაგრამ იმან რატო თქვა და რაზე ეყრდნობოდა, ამაში აღარ შედიხარ. აი ესეთი წყაროები ინფორმაციის, რომელიც ჩემს სოფლმხედველობას აყალიბებს და კიდევ ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმისათვის, როგორ გადაამოწმოს ადამიანმა, რამდენად აქვს მას პოზიცია, რომელიც თავისი, ანუ შენს მიერ გავლილი ცხოვრება, შენს მიერ მიღებული გამოცდილება, როცა აყალიბებს შენ სოფლმხედველობას, მაშინ ის არის შენი. და ამ ქვეყანაში სწორედ ეგ იყო, რომ ეს სოციალური ინჟინერია მაგას ნიშნავდა, რომ ბევრი ძალიან დახვეწილი ინსტრუმენტი მუშაობდა იმისათვის, რომ ადამიანებს თავიანთი სოფლმხედველობა შეეცვალათ სხვა სოფლმხედველობის სასარგებლოდ. ეხლა იდეოლოგია რას ნიშნავს? ეს იდეოლოგია საკუთარი სადაც იქმნება ეს იდეოლოგია, ის თავის უპირატესობის დამტკიცებას ცდილობს. აქ ლაპარაკი იმაზე კი არა, რომ მაგალითად ის იდეოლოგიას მაინდა-მაინც კრიტიკულად შეხედო. უბრალოდ ის შენი რომ გახდეს, ამას ბევრი წინაპირობები ჭირდება და ასე ნაჩქარევი ტემპით სოფლმხედველობრივმა სრულებამ გახლიჩა საზოგადოება და აქ იყო ნაწილი საზოგადოების, რომელიც ამაზე შინაგანად წინააღმდეგობას გარესდა და ხედავდა, რომ ეს არის მიუღებელი და აი ეს ნარატივი ახლა დაემთხვა იმასაც, რომ მთელ სოფლიოში საერთაშორისო ლიბერალური წესრიგი იცვლება. სხვადასხვა ლიბერალები მინდა დავამშვიდო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ლიბერალიზმი მთავრდება. საერთაშორისო წესრიგი აღარ იქნება ლიბერალური, თორე ლიბერალიზმი იმ სივრცეში, სადაც ის იქნება დომინანტი, იყო და დარჩება. უბრალოდ ის აღარ იქნება საერთაშორისო ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს და აი ეს შეიცვალა მაგალითად ტრამპი, რომელმაც ძალიან კარგად დაინახა, რომ
სხვადასხვა რა არის ტრამპისთვის ეგრეთ წოდებული ძალთა ბალანსის ახალი სისტემა იმ ქვეყნისათვის, რომელიც 30 წელი იყოფებოდა უნიკალურ სიტუაციაში და ბოლო საუკუნეების ისტორიას არ ახსოვს ეგეთი მდგომარეობა, ესეც გავითვალისწინოთ, მე ამიტომ მესმის ხოლმე ადამიანების, რომლებიც ვერ ეგუებიან სიახლეს, იმიტომ რომ ასეთი მდგომარეობა, როდესაც ერთ სახელმწიფოს ჰქონდა ასეთი განუზომელი ძალაუფლება და არავითარი ვალდებულება არ ქონდა რაიმე ძალთა ბალანსის თემაზე ეფიქრა, იმიტომ რომ იყო ერთი რომ დომინანტი და მის დომინანტობას წინ არაფერი რომ არ ემუქრებოდა საზოგადოება, რომელიც მიისწრაფოდა ამ სივრცისაკენ, არაფერი გაუგებარი ამაში არ არის. ის საზოგადოებაც თავისი მსოფლმხედველობა რომ მოიტანა შენთან, ის ამას ცდილობდა. ამაშიც გაუგებარი არაფერი არ არის. იყო ერთი ბრიტანელი ძალიან ისეთი გურუ დაზვერვის, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენი გავლენა დასრულებულად ჩაითვლება სხვა ქვეყანაზე, როდესაც ის ადამიანები მზად იქნებიან ჩვენი იდეებისათვის გასწირონ თავი. აი ესეთი პრინციპი მუშაობდა. ეხლა ეს სოციალური ინჟინერია რაღაც ასეთ სიტყვას რომ ამბობ, ჩვენ მაინც კნინობით ფორმაში კერმობთ. ეხლა მე ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, ეხლა წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ ქართველები 300 მილიონი ყოფილიყავით. წარმოვიდგინეთ ჩვენ რა ამბიციები გვექნებოდა დანარჩენ სოფლიოსთან მიმართებაში, ჩვენი ღირებულებები რამდენად თუ გვექნებოდა სრულიად გავლენა გაგვირთელებილა სოფლიოზე, გავლენა ყველაზე კარგად მაშინ ვრცელდება, როდესაც ჩვენი ღირებულებები იქ დომინანტი ხდება. ამიტომ ტრამპის და ჩვენი ხელისუფლების ეს მიდგომები აქ ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ ეხლა ჩვენთვის მეორე საკითხია უკვე ეს ჩვენ რამდენად გამოგვადგება, იმიტომ რომ თუ ტრამპის და რუსეთის მთელი მსოფლიო ამაზე მსჯელობს დღეს არა, გავლენის სფეროებთან დაკავშირებით რა შეთანხმებაც მოხდება, ჩვენ იქიდან უნდა გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლა რომ როგორმე მოახერხოთ და პრაგმატული ხედვა გქონდეს. პრაგმატული ხედვა რა იქნება აი ამ ამბავში? აი პრაგმატული ხედვა არის ზუსტად ის რომ ისიც რა შესაქმე, ახლა ბავშვობიდან გამომყვა ასეთი ფრაზა, ვერ ვიხსენებ ავტორი ვინ იყო, რომელიც ამბობდა რომ შეიძლება ესაუბრო ადამიანს, რომელიც სხვა ენაზე საუბრობს, შენთვის გაუგებარზე და რაღაცა გააგებიო, მაგრამ ადამიანს, რომელიც ჩენ ენაზე საუბრობს, მაგრამ ერთ და იგივე სიტყვებში აბსოლუტურად სხვა გაგებას დევს, მასთან საუბარი შეუძლებელია და აი ბოლო წლების საქართველოში მივხვდი ზუსტად რას ნიშნავს ეს. ჩვენ ვართ ესეთი გახლეჩილი საზოგადოება, რომლებიც ერთი და იგივე ტერმინებში ვდებთ სხვადასხვა აზრს. ესე იგი, ეს თავისთავად მიგვანიშნებს იმას, რომ ჩვენ გამოსავალი სწორედ ეგ გვაქვს, რომ იქნებ დავიწყოთ ამ ტერმინებში რა აზრსაც ვძებთ, ამის დაზუსტება, იმიტომ რომ ეხლა ეს ორი მხარე მე პოლიტიკოსებს აღარ გულისხმობ, უკვე ესენი როდის დაელაპარაკებიან ერთმანეთს, მე არ ვიცი. საზოგადოებას გულისხმობ, რომელიც ასე გახლეჩილია, დაუკვირდით ახლა რისთვის იბრძვის ორივე მხარე, საქართველოს მომავლისათვის. ორივე მხარე თავისუფლებისათვის იბრძვის, ორივე მხარე სამართლიანი ქვეყანა უნდა, ორივე მხარე იძახის, რომ მათი შვილებისათვის კარგი მომავალი უნდა. ესე იგი, ჩვენ ამ ტერმინებში სხვადასხვა აზრს ვდებთ და იქნებ შევქმნათ სივრცეები, სადაც ჩვენ შევძლებთ ერთმანეთს ვესაუბროთ იმაზე, თუ რა არის თავისუფლების გაგება. თქვენ რა გაგება გაქვთ თავისუფლების და მე რა გაგება მაქვს. ეხლა ამ თუთას რას ვაკვირდებით? აი ეს როგორ უნდა ვესაუბროთ ეს? ეხლა როგორ უნდა მაგის პრაქტიკულ რჩევასაც მოგცემთ თუ ვინმე გვისმენს, იმიტომ რომ ყველანი უსმენენ ერთმანეთს. ძალიან ესე ლაპარაკობენ რომ მე აუსმენ იმ არხებს, მაგრამ ყველა გადასარევად უსმენს სხვას. მე არასოდეს არ ვმალავ მაგას, ყველაზე მეტად ოპოზიციურ არხებს უსმენ, იმიტომ რომ მე იქეთ ხარეს არ ვარ და ამიტომ უფრო მეტად მაინტერესებს ისტორია. აქეთას ლაპარაკობენ ზებირად ვიცი, იმიტომ რომ მეც დაახლოებით ასეთივე პოზიცია მაქვს. ხო და ეხლა ეს პოდკასტები როგორ გამრავლდა, ხო ნახეთ, დღეში 10 ახალი პოდკასტი იქნება, იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ სურვილი აი ამ საუბრის. თუმცა ერთმანეთს არ ესაუბრებიან, მაგრამ ყველანი ჯდებიან თავის პოდკასტში, სადაც მათი მსოფლმხედველობა უფრო მიღებულია და იქ იწყებენ საუბარს, მაგრამ დაუტყვირდით როგორ ხდება ეს. იღებენ რაღაც მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, მაქსიმალურად აშარჟებენ ამ პოზიციას, მერე იმარჯვებენ ამ პოზიციაზე რაღაც ესეთი აღტკინებით და ბედნიერები რჩებიან, რომ ეს გაშარჟებული პოზიცია მოწინააღმდეგე მხარეს დაამარცხეს აქ. პირველ რიგში იქნებ ეს შევცვალოთ და რადგან ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, იმ საკუთარ პოდკასტებში მაინც რა, იქნებ მოვხაზოთ ის, რაც რეალურ აი მართლა მოდებატებს შორის ხდებოდა ხოლმე, ადამიანები დებატებში რომ შედიოდნენ, პასუხის გამცემის, სანამ პასუხს გაცემდა, ჯერ მასთან დაზუსტებდა ხოლმე, რომ მე ხო სწორად მესმის შენი პოზიცია რა არის. რომელზეც მე შეტევა უნდა მოვიტანო. იქნებ ამ ჩვენ პოდკასტებში, აი რა პოზიციასაც უტევთ მოვალე ფრესას, არა ცინიზმის, აი ეს რაღაც გაშარჟების გარეშე, იქნებ ჩამოვაყალიბოთ და ის მაინც დავინახოთ ამ სხვადასხვა პოდკასტებიდან და ტელევიზიებიდან, რამდენად სწორად გვესმის ერთმანეთის პოზიცია და მე კი ბატონო
ვილაპარაკოთ და იქნება ამან მე ისიც მოიტანოს რომ ჩვენი დღეს ერთ-ერთ ერებშიც დავждეთ. მე საზოგადოებაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ იმტყუილად არ მithქვამს ახლა ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სიტყვები ერთმანეთს აღარ გვესმის. ეხლა მაგის ამბავი მე როდესაც თქვენ საუბრობთ რომ რა უნდა მოხდეს მომავალში არა ამაზე ფიქრის მეც რას ვაკეთებ თუ პოლიტიკა მაინტერესებს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავინახო როგორი იქნება ის მესამე ძალა რომელიც აუცილებლად უნდა გამოჩნდეს და აი ეს თარგი როგორ უნდა მოიჭრას რაზეც შემდეგ აიგება მესამე ძალა სანამ მესამე ძალა იქნება აი რა ეშველება თქვათ რომ პირველ ძალას ვხედავთ რომ პარლამენტშია დანარჩენი ოპოზიცია აიკრიფა და გამოვიდა პარლამენტიდან ხო პრინციპში არ შესულა და სამართლებრივადაც შეუწყდათ იქ უფლებამოსილება თუ არ ჩათვლეთ გახარიას პარტიას სად ხედავთ აი ამ პარლამენტს, ანუ ხედავთ რომ 2028-მდე მივა, ოპოზიცია ამას ვერ ხედავს და ამბობენ ყოველდღიურად რომ ვადამდელი თუ ახალი არჩევნები იქნება. თქვენ სად ხედავთ ოპოზიციას და სად ხედავთ ხოლმე? მე ასე ვხედავ ამას, ეხლა ეს მძაფრ სიუჟეტიანი ფილმებით არის, ეხლა ეს ყველაფერი და ყველა ელოდება რაღაცა კვანძის გახსნა როდის მოხდება. ჩემი აზრით, კვანძის გახსნა შეიძლება იყოს ადგილობრივი არჩევნები და მე მგონი ყველა უნდა კონცენტრირდეთ ორ რამეს, რომ ერთი რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ ის კრიტერიუმები არჩევნების ჩატარების, რომელსაც შეიძლება ყველამ, მიუხედავად მოვლენ თუ არ მოვლენ, ხა ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც აქვთ ეს შეკითხვები, იმიტომ რომ ხა შეძახილმა ხე გაახმოვდა, ბევრი ეჭვი, ახლა ჩვენს გვაქვს იმასთან დაკავშირებით, ახლა მართლა რაღაცები გადაცნობები რო იყო, ხა ჩვენც ვნახეთ, უბრალოდ ჩვენ იმ ხარისხის რომ იყო, მაგაში გვეპარება ეჭვი, თორე ხა გადაცნობები ალბათ იყო და ეს გამოსასწორებელია, თუმცა ის მთავარი თემა რო ხა გაჟონა თუ არ გაჟონა, ახლა 300.000 გაყოლდება. ხო, ეს ახლა მაგას მე არ ვეთანხმები და ნუ ეს სხვა თემაა, მაგრამ ესეც საზოგადოებაში, რომელსაც ერთმანეთს უკვე აღარ ესმის, არჩევნები ხდება გადამწყვეტ, რომ ის მაინც გავიგოთ ვინ რამდენი ვართ, რომ ამაში არ გვეპარებოდეს ეჭვი და შევთავაზოთ იმაზე, რომ თუ შენ მეტი ხარ ამ ეტაპზე, აი იმ პერიოდში, არა, ესე იგი მე არ მესმის ჯერჯერობით, შენ იმას სანამ იმას ვისწავლით, ერთმანეთს როგორ დავილაპარაკოთ, ეს მაინც უნდა გავარკვიოთ. შეხედეთ რა ხდება თუ შეიძლება. აი ეს რატომ თქვი ეს არჩევნები? ხუჩაში კი არა, აი ხო ახლა იჯექით თქვენ, ჟურნალისტის განსხვავებულ კითხვასაც უკვე ოპოზიციის თუ არ ვიცი, წარმომადგენელი ისია მიჩოული საზოგადოება, ერთი თქვათ ერთ არხზე დადის, მეორე არხზე და თუ ნეიტრალურში მიდიხარ და რაღაცას სვამს განსხვავებულს უკვე ვეღარ იღებენ ამ კითხვას და აგრესია უკვე. ამიტომ ასეთ საზოგადოებაში როცა ჩვენ ერთმანეთის აღარ გვესმის, პირველი რაც უნდა გავარკვიოთ, ვინ რამდენი ვართ. ოღონდ ამაში ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს. ახლა და რადგან ეს თემა ახლა ხელისუფლება ვერ დათმოს ამას და არც უნდა დათმოს, მაგრამ ფაქტურად რეფერენდუმის სტატუსი იძენს ადგილობრივი არჩევნები და მე მგონია რომ ჯობია რომ ახლა ამაზე ვკონცენტრირდეთ და ისე გავაკეთოთ ეს არჩევნები რომ შეკითხვები არც ერთ მხარეს აღარ დარჩეს, არც ოცნების მხარდამჭერებს და ნუ იმათ შეიძლება აი როგორ უნდა ისინი ეთხოვენ რომ აი თქვა ევროკავშირმა ჩაატაროს საქართველოში არჩევნები ხო? ახლა აქ ქართული ოცნების მხარდამჭერები ხარ ნამდვილად და კიდე ის ნეიტრალური ხალხი, რომელიც ნაკლები არ არის სხვათა შორის, ახლა და მესამე ძალაზე მე ვეღარ შევიყვანე ეს საუბარი ბოლომდე, მაგრამ ეს ზუსტად ხედავ ნელ-ნელა ძალიან დიდ მოთხოვნილებას ნამდვილად იმ ახალ ძალაზე, რომელიც ახლა იმ თავითვე იმით კი არ შემოვარდება, რომ ქართულ ოცნებას არ დაველაპარაკებიო. და არ იქნება აღჭურვილი რაღაცა გინდა თუ არა შურის მაძიებლის მანდატით. ასეთ პრინციპებს მე ვხედავ ეგ როგორ ჩამოვაყალიბოთ, დრომობა და ამას ვიტყვით, მაგრამ აი ამ ხალხის მხარდამჭერი ადამიანები კიდევ ძალიან დიდია. სულ მცირე 1.5 მილიონი ადამიანი ალბათ აი ძალიან მცირე მასშტაბით რო ვთქვა, ელოდება იმას, რომ უნდა სიახლე, ოღონდ არა ოპოზიციური, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია ლაპარაკობ დღეს ახლა ეს ბატონი რო საუბრობდა, ერთია დემოკრატიის ხარისხზე საუბარი საქართველოში. კი ბატონო, დემოკრატიის ხარისხზე საუბარი საჭიროა. მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ იმ ხალხთან, რომლებიც გეოპოლიტიკურ ილუზიაში არ არიან. აი ეს არის წყალგამყოფი, გესმით? ეს 1.5 მილიონი რომ ხა ფარდობითად ადამიანს ჩემი აზრით ესმის ის ამბავი, რომ განა არ ესმით, რომ დემოკრატიის ხარისხი შეიძლება გაუმჯობესდეს და გამოუძლებელ რაღაცებზე რომ ბრძანებდა ბატონი, რა თქმა უნდა, ეს დავიმახსოვრეთ, ძალიან დიდი მინუსი დაუწერეთ ქართულ ოცნებას, რომ გამოუძიებელი საქმეები არის, მაგრამ ეხლა ვიგე რომ ვეტაკებით ამის გამო, იმიტომ რომ აქეთ ხარეს ესენი დგანან, დავიმახსოვრეთ, მივიტანთ არჩევნებზე. მაშინ დიდ სასტორს მოვიტანთ, ყველა პლუსებს და მინუსებს ავტორით და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებაზე, გადასარევად ვხედავთ ყველაფერს, რაც არ მოგწონს და მიუღებელია, მაგრამ მე გარნიშნავს იმას, რომ დღესვე გამოვარდებით ახლა და ვეტაკებით ქართულ ოცნებას, დავიმახსოვრეთ, წავიდეთ არჩევნებზე. იქ გავცემთ პასუხს, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა მე მგონია, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ აი საგარეო მოცემულობაში, აი დღესაც რო გჯერა, რომ ახლა უკრაინამ სწორი გზითი არა, ასეთი ადამიანებისთვის ახლა ცუდი თქმა არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხვდები,
როდესაც ვამბობდი თვით, როდესაც შენ ამ სამხედველობით იზრდებოდი და შენ სხვა თემას სხვანაირად ვერ ხედავდი, მე ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს სამხედველობრივი განსხვავება და ძალიან მთელი სიმძიმე მესმის ამ სიტყვის, ამიტომ შეტევას არ მივიდან ამ ადამიანებზე, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანებს, რომლებსაც ესმით, რას ნიშნავს ეს გეოპოლიტიკური ილუზიები, ისინი დღეს ქართულ ოცნებაზე ასეთ შეტევას არ მიიტანენ, თუმცა ძალიან კარგად ესმით ეს მინუსები დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებული და არჩევნები ახლა დღეს რომც მოხდეს, სიახლე ვერ მოხდება, ვერავით არის. ისევ შედეგი დადგება. შეიძლება უფრო ქართულ ოცნებამ აი ზუსტად იმის გამო ახლა რაც სოფლიოში მოხდა, რომც ჩატარდეს არჩევნები, ახლა ქართული ოცნება რასაც იძახდა, მე მგონი ამას უკვე ნახევარი მსოფლიო ლაპარაკობს ხმამაღლა და რატო ითხოვენ არჩევნებს მართალი გითხრათ არ მესმის. ქართული ოცნება დღევანდელი მოცემულობით ახლა ადამიანები კონცენტრირდებიან იმ დემოკრატიის ხარისხზე უფრო თუ ამ საგარეო თემაზე. მოდი ამაზე დავფიქრდეთ. მათ მინდა ეს ვკითხო, გასაგებია დემოკრატიის ხარისხი შესაძლებელია და აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ საგარეო მოცემულობაში აი ესეთი რაღაცა არარეალისტური ხედვა პროცესების მე მგონი უფრო მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია ადამიანებს უფრო დიდ რაოდენობას. უკრაინაზე მინდა კითხოთ საუბრის ბოლოსკენ მივდივარ და აი ამ მოცემულობაში თუ თქვათ რასაც აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი რომ სასწრაფოდ შეჩერდეს იქ ეს სისხლის ზღვრა, რა მოცემულობა იქნება უკრაინას, აი რითი დასრულდება ეს წართმეული ტერიტორიებით შეიძლება დასრულდეს თუ როგორ შეიძლება თქვათ უკრაინა გამოვიდეს ისე რომ რაც შეიძლება დიდი ზარალი აქვს მიყედებული მაგრამ თუ ვინმე მეწოდება აი გულით არის უკრაინელი ხალხი. იმიტომ რომ მაგ ხალხის მიმართ რაღაცა განსაკუთრებული სიყვარული და სითბო მქონდა მართლა. ომი რო დაიწყო, ეს სითბო მე მგონი ჩვენ იმ ხალხმა შეეცა და გამოევლინა კიდევაც. მზად ვიყავით ყველანი ოჯახებში მიგვეღო და რაღაცა გამორჩეული იყო ნამდვილად უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება და ეს ხალხი ახლა ტრამპის პოზიციას როდესაც ვისმენ ერთადერთი რაც არ მომწონს ახლა ეს ზელენსკიზე ლაპარაკობს, მაგრამ არ ითვალისწინებს ფაქტურად იმ ხალხის განწყობას, რომელმაც 9 მილიონი ადამიანი 4% აქვს დღეს თქვა ხო რეიტინგი. ხო არა, ვინც 500,000 თუ კიდევ მეტი ადამიანი რომ მიწაში ჩააწვინა და აი ამ ბრძოლის უბედურება თავზე გადაიტანა, ახლა მათთვის ძნელი მოსასმენია ეს პოზიცია. ეს ხალხი ხა მოტყუებულია ნაწილი, მაგრამ ახლა იქ როდესაც შენთან შემოდიან და გიტევენ, ახლა დამერწმუნეთ, იქ არის ხალხი, რომელსაც იბრძოლა და იმას არაფერი აღარ აინტერესებს შურისძიების გარდა. იმან იცის რომ შემოუვარდნენ საკუთარ ოჯახებში და ანუ ამ ხალხის მიმართ ცოტა მეტი პატივისცემის გამოვლენა საჭირო, თუმცა 100%-ით ვეთანხმები ყველაფერს, რასაც მის პრეზიდენტზე ამბობს. აქ მე არავითარი პრობლემა არ მაქვს და ამ შემთხვევაში ახლა როგორ დამთავრდება, ყველაზე ცუდად დამთავრდება მათთვის. ყოველ შემთხვევაში ახლა ევროპელი ლიდერები ბევრი, განსაკუთრებით ახლა არ მინდა უფრო საზღვართან ახლოს რომ არიან, არა? ისინი ხმამაღლა არასოდეს არ იტყვიან, მაგრამ ისინი რა თქმა უნდა, ვინც საფრთხეს ხედავს რუსეთისაგან, ის მისი მიესალმება ამ ომის გაგრძელებას. რომ რუსეთი იქნება ჩვენიერ დღეს ბოლო-ბოლო ვეღარ გაუძლოს და ჩამოიშალოს და მათი უსაფრთხოება უფრო ხელშესახები გახდეს მომავალში და ამას უკრაინის რა რაოდენობა შეეწირება და მოსახლეობის ახლა ხმამაღლა არ იტყვიან, მაგრამ ბევრ კონტექსტში იკითხება, რომ ამ ხალხისთვის ეს მისაღები ფორმულა იყო და ჩვენ რო ეს ფორმულა არ გავიზიარეთ, ამაში მხოლოდ დადებითის დანახვა შეიძლება და არჩევნებზე რო არის ლაპარაკი, ხა დღეს თუ არჩევნები ჩატარდეს, მე მგონია რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამას უფრო დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს, ვიდრე დემოკრატიის ხარისხში არსებულ ნამდვილად პრობლემებს, რომლის გამოსწორებაც აუცილებელია ასევე. მადლობა ბატონ რომან რომ მოხვდა მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და ცნობილი ქართველი პოეტი ხალბატონი თინათი მღვდლიაშვილი შემოგვერთა საღამშვიდობისა. მადლობა ხალბატონ თინათი რომ მობრძანდით. ქვეყანაში სიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს და დღეს არ დაწყებულა, უკანას არჩევნების შემდეგ ხედავთ ხო აი ამ აქციებს. თქვენ არაერთი ლექსი გაქვთ საქართველოს ხო დაწერილი. რომელი ლექსი მიესადაგება ამ სიტუაციას? ამ სიტუაციას კონკრეტულად? დიახ. აი ეს ლექსი, რომელიც ჩემი აზრით ოპოზიციამ თუ მთავრობამ ბავშვობაში ან სკოლაში ისწავლა, ან საბავშვო ბაღში. აღმაშენებელი თბილის მობრძანდება ყალხზე შემდგარი რაშით გული გაიმაგრე დავით რა დაგვიტოვე და რას გახვედრებთ რით მოვიწონოთ თავი რას ვახვედრებთ ვერ ვიდიდგორეთ ვერ ვიდავით ვერ ვითამარეთ დავით ანუ მე რას ვახვედრებ და საშინელებას ვახვედრებ და ეხლა დავითი აღმაშენებელი ვისაც ვინც მორწმუნეა იმან იცის რომ ის სულიერ სამყაროში იქ ზემოთ არსებობს ეს იგივე კონტაქტები ხო საქართველოსთან და
წარმომიდგენია ახლა რა გუნებაზე არიან ჩვენი ქართული მხედრობა, ქრისტეს მხედრები და დავით აღმაშენებელი. საშინელებას ვახვედრებთ. აი რას? სამარცხინო ამბავს. აი რაც საქართველოში ხდება დღეს რუსთაველის პროსპექტზე და არა მარტო რუსთაველის პროსპექტზე, მთელ საქართველოშია უკვე ვირუსივით არის ეს კორონას გამნან გესმის, აი პატარა კორონები არიან. რას ნიშნავს პატარა კორონები არიან? აი რას ნიშნავს და პარაზიტები არიან, პარაზიტულ ცხოვრებას ეწევიან და პარაზიტულ საქმეს ეწევიან. რა არის ეს საქმე? რა არის ეს საქმე, ჩემო ვახო და იყიდებიან. ეხლა დღეს მე წავიკითხე ეს სია, ეს ვინ როგორ ფინანსდება აი ამ გამოსვლების დროს. და რამდენიმე ძალიან გამაოცე. ნუ არის მაგალითად სვისტოკიანი როგორ სვისტოქს ხო როგორ ფინანსდება ის იმას ცალკე აქვს. ფული უფრო მეტი აქვს ესმით. დოის თანხამ გამაოცა მე არ ვიცი ხა რამდენად მართალია უბრალოდ წავიკითხე. მეც არ ვიცი ხა თქვენ მე წავიკითხე ეს დღიური ფასებზია ლაპარაკი. მაგით 250 евро სვისტოკიანებზე. თქვათ, ახლა დაწყებულ პატრიოტებზე ბჭყალებში 40. ვინაიდან არ ვიცით ქალბატონოთინა, მაგრამ ერთი უნდა აღნიშნო, დავანებოთ თავი დანარჩენებს იმ სვისტოკიანებს და დანარჩენ გმირი წერია ბჭყალებში, გმირი და გვერდზე აქვს ძალიან დიდი თანხა. გმირი რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ თქვათ იქ წყალში ვინც წუწაობს თავის დროში და მე თან ვიდეოებს რო იღებენ თქვათ ან რაღაც ამ დაგვარებს ერთმანეთს ეცილებიან. ანუ თვითონ ფორმა არ მოგწოთ ქალბატონთინა, თინა ამას აპროტესტულობთ. ფორმა კი არა, შინაარსია, შემზარავი, გესმით თქვენ. როდესაც შენ გამოდიხარ, შენ თუ მართლა გიყვარს სამშობლო და იძახი გაუმარჯო საქართველოს, მე მაგალითად მაქვს უფლება. ეს სიტყვები, ეს სიტყვები რო თქვა, უნდა მოპოვებული გქონდეს ამის უფლება, გესმით? მე მოვიპოვე ეს უფლება, იმიტომ რომ მე 90-იანი წლებიდან რო გამოჩდი ეროვნულ მოძრაობაში თქვენი ლექსებით. ჩემი ლექსებით ხო და ჩვენ არავინ არ გვაფინანსებდა, ჩვენ არავინ არ გვეფერებოდა ამისთვის. ნუ თავიდან ღვთისყალობით მშვიდობიანად წავედით, თუმცა შემდეგ 9 აპრილი მოხდა და შემზარავი ტრაგედია, მაგრამ აბა ერთი თამრიკო ჭოველიძეს კითხონ რამე ფული მიუღია რომ მოკლეს ეს ლამაზი პატარა გოგონა სხვებს დანარჩენებს ვინმეს აფინანსებდნენ ამის გამო მოდიოდა ხალხი თავისი სიყვარულით სამშობლოს თავისუფლება გვინდოდა ჩვენ ხო მართალია არა აბსოლუტურად უანგაროდ და უბერცხლოდ და ესენი არიან იუდები გესმით თქვენ რას ნიშნავს ვინც ფულს იღებს ასეთ საქმეში ის არის იუდა ის 30 ვერცხლია, ეს გინდა ევროთი აიყოს და გინდა ლარით. ის არის, აი მე მაგალითად ხო, ჩემს სიცოცხლეში ერთი თეთრი არ მიმიღია ამის გამო. მოგზალებულად ცხოვრობთ თემა ქვეყანამის ესეთი ვიყავი და ათეული წლები აკრძალული იყო ჩემი საერთოდ სახის და გამოჩენა და ხანდახან დღესაც მომყვება ის რეპრესია რაღა დაგიმალოთ და აი რაც შეეხება ბატონ ბიზინა ივანიშვილს არ შემიძლია ეს არ თქვა რომ მან აი ეს თუთაშხიან სიტყვები ვინცაც ჩავაცვი მან გამხადაო ხომ აი მე თუ ეხლა ოდესმე ბატონი ბიზნეს დამცველი ვიქნებოდი როგორ წარმოვიდგენდი იმიტომ რომ არც იმ სიაში არა ვარ სადაც ის აფინანსებდა იმ ხალხს რომლებიც შვილები და შვილიშვილები დღეს რუსთაველზე დაეხეტებიან გესმით თქვენ და პატრიოტები ქართული აი ქართველები რა ეროვნული ხალხი სიებში არამედ ერთადერთი ეროვნული და კარგი ქალის გვარი შემხდა იმ ხელა სიაში ეს იყო როდამ ჯანდიერი მუსიკოსი კონსერვატორიის სინდის ეძახდნენ და როგორ მოხდა მისი ეს გასაგებია ანუ რისი თქვა კიდევ ქალბატონთის მიმის თქმა მინდა რომ რუსთაველის პროსპექტზე და ზოგადად საქართველოში ყვირიან დაფინანსებული ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, ეს არასამთავრობო და ასე შემდეგ. ესენი არ არიან სუფთა ადამიანები. იქ შეიძლება იყოს რაღაც მცირე ნაწილი, რომელიც გულწრფელი ყოველთვის ხდება, ასე ხო მართალია, როდესაც ამხელა მასა იცით თქვენ რომ ერთმანეთს ეჩხუბებიან და ერთმანეთის ჯიბეში იჭრიდებიან, რომ რაღაცა იმას მეტი რატო აქვს და მე ნაკლები და ასე შემდეგ. ესმით და თავის გამოჩენის მიზნით რომ გამოდია ეს ყვებით რომ კიცებულღაც ამუხეტიალებული ვიღაც კაცები ვითომ ბიჭები თუ ვიღაცები ვეღარ ვარჩევ ქალებს და კაცებს და ერთი წუთი მათქმენა და რაღაც სისულელურ ლექსებს რო კითხულობენ ერთი პოეტი ნამდვილი პოეტი ვერ გამოცხვა ამ სიტუაციაში ერთი ის ლექსი რო სათაური რა ვთქვა გული გამისდება
ზეციდან სუფრა დაეშვა თუ რაღაცა, ესეთი სულელური სათაურით ლექსი. ხო, აბა, სულ მთავარ ანგელოზებმა გამოაცხეს ის ლობიანები და ანგელოზებს გამოატანეს რუსთაველის პროსპექტზე, გესმით თქვენ? აი ასეთი პოეტები, იცით რა არის, ეპოქას და დროს ყავს თავისი, ყოველთვის ყავს თავისი პოეტი, გესმით თქვენ? იმ ეპოქას მე რო ვლაპარაკობ, მე ვყავდი და აი რა დონის მოძრაობაც არის დღეს, იმ დონის პოეტები ყავთ ზუსტად და მოგისმენიათ ალბათ ის სიბრიყვები და სისულელები, რასაც ტელევიზიით და იმით ხედავთ, ხო მართალია რა? აქედან გამომდინარე ძალიან გაბრაზებული ხართ აი ამ აქციაზე. ძალიან გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ აი ეს ჩხიბავები, რომლებიც ქვაშვეთის ეკლესიის წინ დგანან და შავ ბუშტებს და რაღაცა კუბოებს ატრიალებენ, ამათი ბრალია ყველაფერი. მე გეუბნებით ადრე მე გამოვაქვეყნე ინტერნეტში ყველაფერი ეს წერილები გამოქვეყნებული მაქვს. როდესაც ლისის ტბაზე დაიწყეს ამათ მოძრაობა, რა მოყვა ლისის ტბას? მოყვა შოვის ტრაგედია, გესმით თქვენ? შემდეგ ეს კუბოების და ამ ჩხიბავების და ამ შელოცვების და იმის შემდეგ ნახეთ რამდენი გალში ბავშვები დაიწვნენ. ეს ორმოებიც ძიმენ თემებია, მაგრამ ეს რეალობაა, იმიტომ რომ არიციან გაუნათლებლები არიან, წაიკითხონ აღმაშენებლის ტექსტი, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მეწყერების, აი ამ დიდი სტიქიების და ყველაფრის თავი და ბოლო არის სოდომ გომორი და ეს გახსნილება რაც დღეს ხდება, გესმით? აი ეს სოდომისტები, ეს არის საშინელება, გესმით თქვენ? ხალბატონ თინათი, თქვენ როგორ ხედავთ, ხო, გაიარეთ ამ ხელა გზა გაიარეთ ცხოვრების, ხო? საქართველოს დამოუკიდებლობამ გაიარეთ თქვენთან ერთად. როგორ ხედავთ აი ამ სიტუაციაში? 90-იანებში რაც ვთანხეთ, რომ დაყოფილები იყვნენ ოჯახის წევრები, იყო სამოქალაქო დაპირისპირება, ნახეთ რუსთაველის გამზირი, გადამწვარი, გადაბუგული, დევნილობაში წასული მაშინდელი ხელისუფლება პრეზიდენტის ჩათვლით, ხო, ეს გზა უნდა შევთანხმდეთ ყველამ, რომ ეს გზა აღარ გვიდა. როგორ ხედავთ გამოსავალს რა უნდა მოხდეს? არ ვიცი, მე ვიცი ის რომ გველი არის ყრუ. ხო იცით, გველს არაფერი არ ესმის, რომ გონიათ რომ აი ახლა გავიშეკდი, მაგრამ გველი არის ყრუ. ესე იგი თუ რაც არ უნდა ეძახო და რაც არ უნდა იყვირო, მას არ ესმის, გესმით თქვენ? აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, მე იცით რა მედარდება ყველაზე მეტად, აი ეს ახალგაზრდები, რომლებიც ფულს იღებენ. ეს არის ტრაგედია. ეს ამ ფულს ხალბატონ თინათი, რამე ესე ანუ წეღანაცა უბრალოდ როგორ ახლა დაფინანსებულები არიან, რა თუნდა ახლა ამას ლაპარაკი და ეს არის დანაშაული, მათ წინაშე ჩადენილი დანაშაულია, გესმით თქვენ და რა ეშველება ამას შემდეგ, მათ ხომ უნდა იცხოვრონ, გააგრძელონ ცხოვრება, როგორ უნდა გააგრძელონ? აი როგორ? არადა სულ მიკვირს, კაცო, ან ვიღაცის ნათესავები არ არიან, ან მეზობელი, ან ოჯახში მშობელი არ აყავთ, ან დედმამის შვილი, ან როგორ იქცევიან? ან ეს ბიჭები თუ განან, ბიჭებს და გოგოები თუ განან, გოგოებს. ანუ ადამიანები აცხადებდნენ იქ შეკრებილები, რომ უნდათ ევროპა და არ უნდათ რუსეთი. ამაში ცუდი რა არის? არა, მოიცადე რა, ევროპა უნდათ, როგორ ევროპა ასე უნდათ ევროპა. ევროპა ჩემო კარგო, მე თვითონ გაზრდილი ვარ ქართულ ლიტერატურაზე და ევროპულ ლიტერატურაზე. მე შექმნილი მაქვს ჯორჯ ბაირონის შეყვარებული ქალბატონების პოეზია, ჟოზეფინა ბოარდეს პოეზია, შექმნილი მაქვს გოეთესადმი მიცნილი მისი ფავორიტი ქალის შარლოტა ფონშტაინის პოეზია. მე მის თქმა მინდა რომ ჩვენ ევროპულ ლიტერატურაზე გავიზარდეთ და ჩვენ გვიყვარს ევროპა, მაგრამ ეს სხვა პროცესებია, რა ევროპაზეა ლაპარაკი, რომელი როთის მოტანილი ევროპა მე არ მინდა. მე ბალზაკი მომწონს, გესმით თქვენ? ხო. ასე არ შეიძლება, ეს არის ეს სიცრუეა. ეს რო იძახენ ევროპა, ეს არის ეს იცით რა არის ქვევრია, ჩაზახეს და ამოძახეს. გემდენ მხარზე მოხვეული ეს დროშები. ეს არის სასაცილო უბრალოდ, გესმით? ნორმალური ადამიანებისთვის არის სასაცილო. მე ვახო ძალით მაქოცებენ, ესე გამოდის, გესმით თქვენ? იმიტომ რომ მე არასდროს, აი დედასპიცა ვარ, სიტყვა ქოცი, ნაცი არ გამომიყენებია, იმიტომ რომ მე ჩემ ხალხს, ჩემ საყვარელ ქართველ ერს ასეთი სიტყვები და არ მიმართავ, მაგრამ საკმარისია რაიმე გამოაქვეყნო ამ თემაზე ვიღაცა ტლუები გესმის შეხვალ და სახელები და გვარებიც არ აქვს გესმის ხო ხდები არა ისეთ სიტყვებს გაკადრებენ ესე როგორ შეიძლება ან არ არსებობს სპეცსამსახურებები ამას გააკონტროლებენ ასეთი ლანძღვა ჩვენი შეიძლება საერთოდ ეს კი თუ თქვი რაიმე ნორმალური ან თქვი გულწრფელად რაღაცა უნდა სასტიკი სიტყვებით ხანდახან
ჯობია მოხსნა შენი ტექსტი. მაგალითად, აი ქალბატონ თინათინ ხელისუფლების ინიციატივა რომ უნდა დაბრუნდეს სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატი. რატომ არის აუცილებელი? აუცილებელია, იმიტომ მოდი პირდაპირ ვიტყვი რა. 1991-12 წლების ეს უბედურება რო არ შეფასდა და არ მიეცა შეფასება და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც არ დაისაჯნენ დღემდე, ხო? აი ის ხალხი დგას კიდე უამრავი იმის იქით, ლანა ღოღობერიძე მაგალითად. და ასე შემდეგ, რომელიღაც ჩამოვთვალო, ეს ბერძენიშვილები, ეს არიშვილი, ეს სულ მოკუჩებულები არიან ერთად, გესმით? ამ ბავშვებს კიდე ის ტრაგედია აქვს, რომ რა პედაგოგები ასწავლიან, ან რა დირექტორები ყავთ, ან რა ლექტორები ყავთ. ეს ლექტორები და სულ ყველანი დიახაც უნდა გამოცხადდნენ, აი ზუსტად რატო ესე ხარ შეიძლება? იმიტომ რომ ხწნიან ახალგაზრდებს, შემოკარგო. ხწნიან, რომელი უკეთესი იყო ბატონ ზვიად გამსახურდიას განათლები და ესეთი დონის არისტოკრატი პრეზიდენტის სისხლის სამართლის დანაშაული ხო სხვა რაღაცა არის? სისხლის სამართლის დანაშაული არა, მე ვლაპარაკობ ზოგადად, მე არ ვამბობ იმას, რომ ახლა ეს სტუდენტების დაიჭირონ მეთქი და დააპატიმრონ მეთქი. მე ვლაპარაკობ, რომ ისინი ვინ ხწნიან საზოგადოებას, ადამიანი ექიმთან რატომ მიდის, ხო? როდესაც პრობლემები აქვს, ხო და იმას მკურნალობა ჭირდება და ხანდახან ქირურგიული ჩარევა, ხო? აქედან გამომდინარე, აი ეს ორგანიზმი საქართველოს რო წარმოვიდგინო, დაზიანებულია, გესმით, აი ვირუსებით. და 1000 ავადმყოფობა აქვს ახლა საქართველოს. საქართველოს ახლა ავად არის, გესმით, აი ავად არის. მე მიყვარს საქართველოს, აი სიცოცხლეზე მეტად, გესმით, იმიტომ დარდობ ამას. აქედან გამომდინარე, თუ არ მკურნალეა რა ამ ამბავს, არაფერი თავარია, რომ ის მთავარი დაავადებები უნდა განიკურნოს, ხო? ან და თუ საჭირო იქნება, უნდა ორგანიზმიდან უნდა მოშორდეს. აი სიმსივნეები არიან ესენი, გესმით, და მოსაშორებლები არიან. აუცილებლად. მადლობა, ქალბატონ თინათინ, მე ვიცი რომ ძალიან მალე თქვენი იუბილე არის და როგორ უნდა შევხვდეთ. ჩემი იუბილე, მე სხვათა შორის ბოლოს გაგეცილება და არც ერთ მთავრობასთან არასდროს არ მქონია ურთიერთობა. თქვენ იცით რომ ეს ზვიადის ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, მე 70 წელს ვხდები, ახლა 7 აპრილს. ხო და თუ ახლა ვინმეს ესმის, იქნებ რაიმე მოიფიქროს, იმიტომ რომ ესეთი ასე ვარ რა, რეპრესირებული ვარ მაინც ბოლომდე. არა, მაგრამ მაინც მომყვება ის ძველი შლეიფი. მე ვიცი რომ დავით ოკიტაშვილს აქვს ღონისძიება და მეც გავიგე რომ ოკიტაშვილს გავუგია ჩემი ამბავი და იქნებ რაღაც მოიფიქრონ, ხო? მადლობა რომ მოხდა მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ესეთი კარგი ჟურნალისტი ხარ. მადლობა თქვენ. მადლობა. თინათინ გუდლიაშვილს უსმენდით, ორშაბათს შევხვდებით ნახვამდის.